გამარჯვებული წარუმჯიშის სახელი. 2024 წლის 2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს წალენჯიხაში გავხსენით აუტიზმის ცენტრი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, მე ასე ჩავთვლიდი ჩვენი გუნდის და დღემდე ფუნქციონირებს ძალიან წარმატებულად. აქ ბავშვები არიან ძალიან ბედნიერები, ისინი სწავლობენ იმას, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი, საჭირო და ხდება მათი თანამედროვე სტანდარტების შეფასება და შესაბამისი თერაპიული მომსახურებების გაწევა. ამჟამად 28-29 ბავშვი არის ცენტრში და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ცენტრი არის ერთადერთი მთელ საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს მუნიციპალური ბიუჯეტის ქვეშ, ანუ მუნიციპალური დაფინანსებით და მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან არანაირი შეზღუდვა ბავშვებს ამ თერაპიული საათების მიღებაზე არ გააჩნიათ ნებისმიერი მიმართულებით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვები ძალიან სწრაფად დებენ შედეგებს. ფანტასტიკური გუნდი შეიქმნა ქალბატონ ირმას მეთაურობით და მისი ხელმძღვანელობით და მისი ძალიან დიდი შრომის ჩადებით ამ ცენტრში და იმდენად კარგი და ძალიან სწრაფი შედეგები აქვს ბავშვებს, რომ ყველა აღთვალებულია, ბუნებრივია მშობლები პირველ რიგში და ეს არის ის ერთი თუნდაც მცირედი მიღწევა დავარქვათ, რაც ჩვენ გუნდს ჰქონდა წალენჯიხის მასშტაბით ამ ჩვენი გარკვეული წლების მოვაწობის პერიოდში. ჩვენ გვახსოვს ალბათ თუ რა ხდებოდა ამ შენობაში, ხო? ნუ არანაირი აბსოლუტურად შენობა იყო გაპარტახებული, იყო ცხოველების სადგომი და მეტი არაფერი და ჩვენ გავარემონტეთ, მოვიყვანეთ თანამედროვე სტანდარტებში და დღეს უკვე წლიური დაახლოებით 200,000 ლარის ფარგლებში გვიჯდება, რომ ბავშვებმა მიიღონ ეს თერაპიები, მიიღონ ეს მომსახურება და წლის მანძილზე დაახლოებით 200,000 ლარის ფარგლებში აბსოლუტურად ყველაფერი ის, რასაც ხედავთ, მათ შორის ინვენტარი, ხელფასები და სრული დაფინანსება არის საკმარისი იმისათვის, რომ 40-55 ბავშვის მიიღება შეძლოს ამ ცენტრმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საკმაოდ დიდი რაოდენობა შეგვიძლია, რომ თუნდაც აი ამ მცირე თანხით მომსახუროთ ბავშვებს და მიიღონ თერაპიები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცენტრის გახსნაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მიღებული საქართველოს უნივერსიტეტს, რომელმაც გახსნის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრებით დაგვასაჩუქრა, ასე თქვა და ეს იყო თანამედროვე ტიპის სახელმძღვანელოები, ინვენტარი და ყველა ის საჭიროება, რაც ბავშვების რეაბილიტაცია, აბილიტაციისთვის არის საჭირო. დღესაც მათ მიერ გადმოცემული აი ამ ინვენტარის და სახელმძღვანელოების და სხვადასხვა, ასე თქვა, თვალსაჩინოებებით მიდის ბავშვების რეაბილიტაცია, თერაპიები და ეს იყო იმდენად მნიშვნელოვანი საჩუქარი და იმდენად კარგად შერჩეული, რომ რა თქმა უნდა იმოქმედა ბავშვების მიერ შედეგის დადებაზე და ასევე იმაზე, რომ მათ ქონოდათ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც დღეს აქვთ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს იმ დახმარებისთვის, რაც გაწია ამ ცენტრის გახსნის მომენტში მისი ფუნქციონირებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოუცხადოთ სოლიდარობა და დღევანდელი პრობლემები, რაც მათ აქვთ, ნამდვილად არ იმსახურებენ და ეს მათთვის უნდა იყოს პირიქით უფრო მეტად გაძლიერების საფუძველი და თითოეული ადამიანი უნდა დაუდგეს გვერდში მათ.
პირველ კლასელთა უფასო კვება, რომელიც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ წალენჯიხაში ხორციელდება. ეს არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბავშვებზე არის ორიენტირებული, პირველ კლასელებზე არის ორიენტირებული და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბავშვების 35% სკოლებში შიმშილობს. წალენჯიხელ ბავშვებს ეს პრობლემა არ აქვთ, დღეს პირველ კლასელები იკვებებიან და მათ ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერიცხებათ 4 ლარი იმისათვის, რათა მიიღონ საჭირო საკვები დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მშიერი ბავშვი ნამდვილად ვერ მიიღებს საჭირო განათლებას და მისი გონებრივი აქტივობა იქნება ძალიან დაბალი, ამიტომ ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ წალენჯიხელი პირველ კლასელები ყოფილიყვნენ გამოკვებილები და ის პრობლემა, რაც ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში და სკოლაში არსებობს, პირველ კლასში მაინც არ ყოფილიყო წალენჯიხის მასშტაბით, თუმცა ჩვენ გვინდოდა, რომ მეორე და შემდგომ კლასებშიც ყოფილიყო ეს პროგრამა გავრცელებული, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა თანხების უქონლობის გამო. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ მაინც იზრუნებენ იმაზე, რომ საქართველოს მასშტაბით არა მხოლოდ წალენჯიხის ბუნებრივია, მოსწავლეებმა მიიღონ საჭირო კვება და გქონდეთ მათ ამისი საშუალება. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ დღეს წალენჯიხა კიდევ უფრო მიმზიდველია ყველასათვის. წალენჯიხა ვითარდება, წინ მიდის, მრავალი ტურნირი ჩატარდება კიდევ, მრავალ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ წალენჯიხის მოსახლეობას. დღეს ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვეყოლება და წარმატებას უსურვებთ თითოეულ მათგანს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წალენჯიხაში და ეს არის ჩოგბურთის კორტი, რომელიც დაახლოებით 2 წელია რაც გავხსენით და ეს არის ერთადერთი კორტი სამეგრელოს მასშტაბით, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ფუნქციონირებადი ჩოგბურთის კორტი, სადაც შეგვიძლია რომ არა თუ მხოლოდ ბავშვები მოვიდნენ და ითამაშონ და მიიღონ მეცადინეობები უფასოდ, არამედ ჩატარდეს ჩემპიონატები და ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ერთხელ უკვე ჩავატარეთ საკმაოდ კარგი ჩემპიონატი იყო მოყვარულთა შორის და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამ კორტმა, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა ახალგაზრდებზე, მათ მოთხოვნებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ამ ყველაფერს. საზაფხულო დასაქმების სტუდენტური პროგრამაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენს მიერ განხორციელებული, რომელიც ასევე მხოლოდ წალენჯიხაში ხორციელდება და უკვე რამდენიმე პროექტია, რომელიც მხოლოდ წალენჯიხაში განვახორციელეთ, ანუ სიახლეები რაც ჰქონდა და ეს პროექტი მიზნად ისახავდა იმას, რომ ახალგაზრდები, სტუდენტები ყოფილიყვნენ მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები, მიეღოთ ამისათვის შესაბამისი ანაზღაურება და შესრულებინათ კონკრეტული სამუშაოები ხელმძღვანელების მითითებით და ბუნებრივია თანამშრომლების, ასე ვთქვათ, ზედამხედველობით. რატომ გავაკეთეთ ეს? რა იყო ამისი მთავარი აზრი? მოგეხსენებათ, რომ დღეს ახალგაზრდების უმრავლესობას უნდა რომ დატოვოს მუნიციპალიტეტი, წავიდეს ან დიდ ქალაქებში, ან საზღვარგარეთ, რადგანაც განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ სამწუხაროდ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი აი ამ პროგრამის განხორციელებისა იყო სწორედ ეს, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ განცდა, რომ მიეხედათ და მოევლოთ თავისი მუნიციპალიტეტისთვის, გაეკეთებინათ გარკვეული საქმეები, ჩართული ყოფილიყვნენ მერიის სტრუქტურების საქმიანობაში და ეს ჩვენ გამოგვეტანა გარეთ, არა მხოლოდ დახურული კაბინეტები და რაღაცა დახურული სისტემა შეგვექმნა, არამედ პირიქით მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო ჩართული, მეტი სტუდენტი ყოფილიყო ჩართული მერიის მუშაობაში და ეს ჩართულობა უზრუნველყოფდა სწორედ იმას, რომ მათ მიერ შემოდიოდა ახალი ინფორმაცია, ახალი მოთხოვნა, ახალი საჭიროებები და რა თქმა უნდა ეს ჩვენ გვეხმარებოდა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში და იმ პროექტების განხორციელებაში, რაც წალენჯიხაში შეიქმნა. ეს პროგრამა იყო მთავარი საბაბი და საფუძველი იმისი, რომ ახალგაზრდებს არ დაეტოვებინათ თავისი მუნიციპალიტეტი, არ წასულიყვნენ სხვაგან და მოტივაცია ქონოდათ, რომ შემდგომში დასაქმებულიყვნენ სწორედ მერიის სტრუქტურებში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო წალენჯიხაში, რომელიც წელს უკვე მესამედ განხორციელდა, მესამე წელია რაც ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
გარდა იმ სიახლეებისა და ახალი პროექტებისა, რაც განხორციელდა წალენჯიხაში, ბუნებრივია მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, იყო ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ოჯახი მომარაგდა წყლით, განხორციელდა უამრავი წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია თუ თავიდან, ასე ვთქვათ, გამართვა და მონტაჟი, ეს იყო ძალიან ბევრი ჭაბურღილები და მოგეხსენებათ, რომ დღესაც სამწუხაროდ 21 საუკუნეში წალენჯიხაში ისევ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება წყალი და სწორედ ამ მიმართულებით იყო ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული და მთავარი თანხები სწორედ აქეთ მიდიოდა, ხო? უამრავი ოჯახი წყალმომარაგება მოხდა, თუმცა კი ბატონო, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაგრძელდეს აუცილებლად და ასევე გზები უნდა აღინიშნოს, რომელიც ძალიან აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შიდა საუბნო გზები ყოფილიყო მოწესრიგებული, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გზები, გადასაადგილებელი გზები ყოფილიყო მოწესრიგებული და ამასაც მაქსიმალურად ვთქვით, რომ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებით ესაც განხორციელებულიყო. ასევე აღსანიშნავია სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი ობიექტი არის რეაბილიტირებული, აშენებული, გაკეთებული და მოგახსენებათ, რომ წალენჯიხაში ძალიან ხშირია ხოლმე სტიქიური მოვლენები, ქარი, წყალდიდობა, შესაბამისად ძალიან ხშირად იყო სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. როგორ მიდის მუშაობა? ნორმალურად. ამინდი კარგი გვაქვს. ერთი, ეს გახვალ მაგრამ. რამდენ ხანში დაამთავრებთ? ძალიანად ვთქვით, რამდენიმე კორპუსი სახურავს, იქნება ახალი თანამედროვე გადახურვა, გარანტიით, ასე რომ ადამიანებს წვიმის პრობლემა აღარ ექნებათ რეალურად დღეს როგორც გარეთ წვიმდა, ისე წვიმდა სახლებში, სადარბაზოში, ჩამოდიოდა წყალი, სველდებოდა ყველაფერი. ასე რომ ეს პრობლემა მოუვარდება თათბირელებს. ტრანსპორტი წალენჯიხაში, რომელიც არასოდეს არ დადიოდა ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, დღეს უკვე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიდის ტრანსპორტი და ემსახურება მოსახლეობას უფასოდ. ტრანსპორტი დღეს უკვე ხელმისაწვდომია, ჩვენ გვინდოდა რომ ეს რეგულარული ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ კვირაში ორჯერ მოძრაობს და ესეც ბუნებრივია ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი რაც იყო ის გავაკეთეთ. თუმცა კი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსახლეობა ყოველთვის ითხოვდა იმას, რომ მათ ქონოდათ ცენტრში წალენჯიხაში ჩამოსვლის საშუალება იმ ადამიანებსაც, ვისაც საკუთარი ავტომანქანა არ ყავთ. ამიტომ ესეც ბუნებრივია იყო მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი საჭიროებიდან გამომდინარე და ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ ჩვენ სათითაო თითოეული სამარშრუტო ტაქსის ასე ვთქვათ, მათი მოძრაობის აღწერას ვაკეთებ და შესაბამისი საათების და დღეების ანაზღაურება ხდება და ეს ადმინისტრირებისთვის არის საკმაოდ რთული და დიდი პროცესი, მაგრამ ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა და ჩვენ სწორედ მათ მოთხოვნებს და მათ საჭიროებებს მოვერგეთ. დღეს კიდევ მინდა აღვნიშნო ის, რომ ყველა სოფელში და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოძრაობს ტრანსპორტი, რომელსაც შეუძლია რომ წალენჯიხის ცენტრში მოიყვანოს მოსახლეობა და ბუნებრივია უკანვე დააბრუნოს. სივრცე, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის წალენჯიხის ცენტრალური სტადიონის საფეხბურთო მოედნის ტერიტორია, სადაც გვინდა რომ ახალი და თანამედროვე ტიპის სტადიონი ავაშენოთ. ამ ადგილზე მოგეხსენებათ, რომ არაფერი არ იყო, ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია და ძალიან მაგარი ადგილი და მაგარი ხედებით და გვინდა რომ
თანამედროვე ტიპის სტადიონი იქნეს აშენებული, რომელიც იქნება არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ ჩემპიონატების ჩასატარებელი ადგილი და მათ შორის იქნება თანამედროვე განათებით, დრენაჟით და ძალიან სერიოზული თანამედროვე სტადიონი. ეს სტადიონი ამ სტადიონისთვის ჩვენ დაახლოებით 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოვყავით რეგფონდის დაფინანსების ნაწილიდან და ეს არის დაწყებული პროექტია უკვე, ცოტა ამინდებმა შეუშალა ხელი, თუმცა კი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება ეს სტადიონი უმნიშვნელოვანესი ადგილი და მოგეხსენებათ, რომ წალენჯიხისთვის ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტი არის ფეხბურთი. ქუჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ წალენჯიხაში განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული ამ სპორტში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ რაღაც უფრო მეტი ადამიანი დაკავდება სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით და ეს იქნება ჩვენი ბედნიერებაც და ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი მთავარი ცენტრი აი ამ ყველაფრის. ეს არის ჭადრაკის სახლი, საჭადრაკო სკოლა წალენჯიხაში, რომელსაც ძალიან დიდი და წარმატებული ისტორია აქვს და ეს არის უძველესი და ერთ-ერთი ულამაზესი შენობა, რაც კი შეიძლება რომ წალენჯიხაში იყოს ძველი ოდას ტიპის სახლი, რომელიც იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომ გია ხარჩილავას გამარჯვების შემდგომ ფორმულა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეფინანსებინა მისი რემონტი, მისი რეაბილიტაცია და დღეს უკვე წალენჯიხელებს აქვს ძალიან კარგად თანამედროვე, ძალიან ლამაზად მოწყობილი საჭადრაკო სკოლა, ჭადრაკის სახლი და დღეს უკვე პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების წყაროც არის ხოლმე და ადგილიც არის ხოლმე ეს შენობა. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან კიდევ მეორე ეს არის ცენტრი და არის ძალიან ლამაზი, კარგი თანამედროვე ტიპის, თანამედროვეობისა და ასე ვთქვათ, ძველი სტილის შერწყმა არის და სწორედ ამ კუთხით წავიდა მისი პროექტირება და დღეს გვაქვს უკვე ძალიან კარგი შენობა. ჭადრაკის სკოლა არ არის ეს მარტო, ეს არის ისტორია, ეს არის ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილი მათ შორის და ეს არის ის ადგილი, რითიც ყოველთვის იამაყებენ წალენჯიხელები და მათ შორის დარწმუნებული ვარ, გაიმართება ძალიან არაერთი კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა. ტერენტი გრანელის სახელობის პარკი წალენჯიხაში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი და სწორედ აქ გვინდა რომ აშენდეს თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, არის სპეციალური ადგილი შერჩეული, ძალიან კარგი, ესეთი ლამაზი, გამწვანებული, სადაც რისთვისაც ჩვენ გამოვყავით დაახლოებით 500,000 ლარზე მეტი და გვინდა რომ ავაშენოთ დარბაზი, ახალი დარბაზი იქნება აშენებული და ასევე სრულად იქნება აღჭურვილი ეს დარბაზი თანამედროვე ტიპის ტრენაჟორებით, სავარჯიშო ინვენტარით და ყველა იმ საჭირო აქსესუარით, რაც საჭიროა რომ კარგად ფუნქციონირებდეს თანამედროვე ფიტნეს დარბაზი. ესეც რა თქმა უნდა იყო მოსახლეობის და ახალგაზრდობის მოთხოვნა. ჩვენ ბუნებრივია რომ ძალიან ბევრი ვეცადეთ, უბრალოდ ჩვენ აქამდე სამწუხაროდ დაფინანსების ნაწილში ქონდა პრობლემა, თუმცა იმ ბოლო პერიოდში ჩემი აქ ასე ვთქვათ მუშაობის შევძელით ის რომ გამოგვეყო ეს თანხები, ასევე პროექტის ჩაბარებას უკვე დღე-დღეზე ველოდებით და იმედია გამოცხადება ტენდერის სამუშაოების შესრულებაზე არის დაპროექტებული, შესაბამისად ყველა დეტალი გათვლილია ამ დარბაზის და მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ექნება წალენჯიხას ფიტნეს დარბაზი, სადაც ახალგაზრდებს და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება რომ მოვიდეს, ივარჯიშოს და დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით აი ამ ლამაზ და ფანტასტიკურ გამწვანებულ გარემოში, სადაც ასევე ორმაგად იქნება სასიამოვნო ვარჯიში და ტრენაჟორები და შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი დაკავდება ჯანსაღი ცხოვრების წესით. Am 4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამორჩეული თარიღი იყო წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის 1000-წლოვანი იუბილე. Რა თქმა უნდა, ჩვენ ქონდა ვალდებულება საკუთარი სიღრმისეული იდენტობის რწმენის წინაშე, რომ ეს ღონისძიება ღირსეულად აღვნიშნა და უნდა ითქვას, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, აი ამ ეზოში თავმოყრილი იყო ყველა ადამიანი, ვისაც წალენჯიხა და ჩვენი რწმენა აერთიანებს. ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია, ეს იყო არაჩვეულებრივი
არაჩვეულებრივი აკადემიური ორენოვანი გამოცემა წიგნის და რა თქმა უნდა გამოფენა, სადაც დიდ ბანერებზე იყო წარმოდგენილი თუ რა არის ჩვენთვის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი და უნდა ითქვას, რომ სწორედ აი ამის ირგვლივ გავაერთიანეთ არაჩვეულებრივი დღესასწაული მუნიციპალიტეტის წალენჯიხელობა, ტერენტობა წალენჯიხელობა იყო სათაური და ჩვენ პირველად მე ასე ვთვლი ამას, პირველად მადლიერებით, მადლობა უთხარით იმ ადამიანებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩვენამდე წალენჯიხისთვის იღვაცა. ეს იყო სახალხო დღესასწაული, თავისი კონცერტით, თავისი იმ წარჩინებით, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, მეწარმეებით, რომლებიც შრომობენ და ქმნიან დოვლათს და იმ ახალგაზრდებით, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ასე რომ ეს დღე წალენჯიხის 1000-წლოვანი იუბილე მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი, მე ვფიქრობ, იყო გამორჩეული აი ამ 4 წლის განმავლობაში. წალენჯიხის შემოსასვლელში ეს არაჩვეულებრივი სკვერი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს უკავშირდება და მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს სკვერი დარჩება წალენჯიხის რეალობაში, რადგან ძალიან ბევრი წალენჯიხელი იბრძვის უკრაინაში, უკრაინის თავისუფლების მოსაპოვებლად და ის ჩვენთან ასოცირდება სწორედ ქართულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან, სწრაფვასთან და ეს ამ ადამიანებმა ყველაზე საუკეთესო სიცოცხლე შეწირეს უკრაინაში რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას და ეს სამი დროშა არის სწორედ ქართველი ხალხის ისტორიული ნების გამოხატულება. ქართული სახელმწიფო, რომლის მისწრაფებაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ბუნებრივია ის გადის უკრაინის გამარჯვებაზე რუსული იმპერიის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი წალენჯიხელი სწორედ ამიტომ იბრძვის უკრაინაში რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ჩვენ ვიცით, რომ 4 მათგანი ფრონტის წინა ხაზზე გმირულად დაეცა და ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ნება იყო, რომ მათ სახლზე არის წარწერა. აქ ცხოვრობდა გმირი. ჩვენ არ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები. დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემა გადავლახოთ, რომ არ იყოს ფიცი და ნიკო კვარაცხელია 4 წელია, რაც უკვე ასოცირდება წალენჯიხასთან. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ნიკო კვარაცხელია იყო წალენჯიხელი, არამედ იმიტომაც, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ჩვენთან ხორციელდებოდა, გარკვეულწილად ილინკებოდა ნიკო კვარაცხელიასთან. ეს იყო მისი მხარდაჭერა, მისი ფონდის მხარდაჭერა წალენჯიხელის სტუდენტებისადმი. ყოველ წელს, როდესაც ჩვენ ვატარებდით წალენჯიხელობას, აუცილებლად გამორჩეული სწავლისთვის სტიპენდიით აჯილდოვებდა ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სტუდენტს. იყო პროექტები, რომელშიც ასევე ჩვენი მხარდამჭერი იყო ნიკო კვარაცხელია და ალბათ ამ ყველაფერს კრავს IT აკადემია, რომელიც წალენჯიხაში აგერ უკვე მე-4 წელია, რაც ფუნქციონირებს და აი ეს ტექნიკური განათლება, რომელიც უკავშირდება ციფრულ მედიას, რომელიც უკავშირდება თანამედროვე ხარისხიან განათლებას, ყველაფერი აკუმულირებულია ნიკო კვარაცხელიას სახელთან და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი რომ მომავალთაობას ვეუბნებით, რომ იყო ასეთი ახალგაზრდა, რომელმაც თავისი განათლებით, თავისი ჭკუით, თავისი წინხედვით შექმნა ისეთი მომავლის პროექტი, რომელსაც ვიცი ქვია, მაგრამ ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია მისი საქმის გამოძიება, მოტივის დადგენა, თუ რატომ მოკლეს ეს ახალგაზრდა კაცი, რატომ მოუკლეს არა მხოლოდ წალენჯიხას და ჯგალს, მის ოდაბადეს, არამედ მთელ სამყაროს კაცი, რომელმაც დადო ისეთი პროექტი, რომელიც პირიქით ადამიანებს ლოკაციით ერთმანეთთან აკავშირდება. ასე რომ ნიკო კვარაცხელიას სახელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის უკავშირდებოდა ყველაფერს პრაქტიკულად, რაც წალენჯიხაში განათლებასთან არის დაკავშირებული. რომელსაც კი დაკარგა. ლამაზი ბიჭი. წალენჯიხა გამორჩეული მუნიციპალიტეტია იმითაც, რომ აქ მოსახლეობის 41% სოციალურად დაუცველია. შესაბამისად,
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კომისიას, რომელიც სოციალურ საკითხებს განიხილავს და უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ინტერპარტიული კომისია შეთანხმებულად მუშაობდა იმისათვის, რომ ადამიანს ეგრძნო შვება. ეს არის ჯანდაცვა, ეს არის განათლების მიმართულება, თუ ეს არის ერთი გამორჩეული პროექტი, რომელსაც ერთხვა გაუსაძლისი პირობების მქონე მოქალაქის მხარდაჭერა, რაც გულისხმობდა ერთი სახლის აშენებას და ერთი ოთახის გარემონტებას და აი თქვენ ხედავთ როგორი განსხვავებაა იმ სახლს შორის, რომელიც ედგა მოქალაქეს და სახლს შორის, რომელიც აშენდა და რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას ადამიანს ღირსეულად ეცხოვრა. მოკლედ რომ ითქვას, ეს კომისია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და ამ კომისიის ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ მოქალაქე განურჩევლად მისი შეხედულებებისა ყოფილიყო კმაყოფილი, ყოფილიყო მხარდაჭერილი და არ ეგრძნო სახელმწიფოსგან განდგომილობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რეფორმა, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებაში განხორციელდა და კერძოდ ბაღში და უნდა ითქვას, რომ ამ ბავშვების მომზადება სასკოლოდ არ გულისხმობს მხოლოდ ჯანსაღ-კვებას და უნდა ითქვას, რომ ლარნახევრიდან თითო ბავშვზე კვება ავიდა 7 ლარამდე თავისი კალორაჟით, რომელიც არის სტანდარტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეული 21 საუკუნის შესაბამისი სათამაშოები და რა თქმა უნდა წიგნები, რომელიც ბავშვს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ის განათლება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ სწავლის მეორე ეტაპზე სასკოლო განათლებისთვის იყოს მზად და მე მგონია, რომ ეს ყველაფერი შედგა და ყველაზე ჩვენი მთავარი საზრუნავი არის არამხოლოდ სტუდენტი, არამხოლოდ სკოლის მოსწავლე, არამედ მოსწავლე ბაღში და განვითარების, განათლების პირველი საფეხური, სკოლამდელი დაწესებულება. შესაბამისად, ეს იყო კვება, ეს იყო ბაღის ინვენტარი, თუ ეს იყო წიგნები, თუ ეს იყო სათამაშოები, უნდა ითქვას, რომ სუყედ იქნა შემოტანილი. გემშვიდობებით. კარგად იყავით, წარმოტევები და გისურვებთ. გადაგეხურით. ბედნიერად. ბედნიერად და ჯანმრთელად. გაიხარეთ. გაიხარეთ. გინდა გაიგო რამე გახილო უნდა თვალი თუ კიდაც ემშვიდობები დაგიქნიოს უნდა თათი თუ გინდა ისწავლო კითხვა დაწერს უნდა გაყოლო თითი ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს რა არის ხილი ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხახულანში ნომერ 3 ბაღში და მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოდიან. 17 აღსაზრდელია, აქედან კონკრეტულად ამ ბაღში არის 5 ბავშვი, რომელიც გადმოდის ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან. ეს არის მათი სივრცე. ულოცავ ამ ბავშვებს უსურვებ ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს უკავშირდება ის სივრცე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და ის რა თქმა უნდა მამუკა ხაზარაძის კონტრიბუცია აი ამ კოალიციურ თვითმმართველობაში და აქ არის განთავსებული დღეს IT აკადემია, აქ არის განთავსებული ინგლისური ენის სწავლება, აქ არის არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ბავშვები აკადემიურად ხატვას სწავლობენ და ოთარ ეგაძეს თეატრალური სარდაფი, სადაც არა მხოლოდ
ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით დადგმული სპექტაკლების წარმოდგენა ხდება და წალენჯიხის ბოლო, რა ვიცი, მე მგონი 70 წლის რეალობაში პირველად დაიდგა სპექტაკლი და ჩვენი შვილების თაობამ პირველად ნახა რა არის რეალურად თეატრი და უნდა ითქვას, რომ აი ეს სივრცე, სადაც 32 წლის განმავლობაში ყოველგვარი კომუნიკაციების გარეშე სამი ოჯახი ცხოვრობდა, სამივე ოჯახს ღირსეული სახლი შეუძინეთ და დღეს ისინი აფხაზეთიდან მოწყვეტილი რეალურად ღირსეულ გარემოში ცხოვრობენ. ხოლო აი ამ სივრცეში არის ყველაფერი ის, რაც ალტერნატიული განათლებისთვის, ხარისხიანი განათლების მისაღებად ჭირდებათ, არა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, არამედ იქცა ერთგვარ რეგიონულ მიზიდულობის ცენტრად და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული თემა ეს არის ბავშვები, რომლებიც ოკუპირებულ გალში სწავლობენ. ისინი აქტიურად არიან ჩართული, ეს არის ონლაინ სწავლება თუ ეს არის ოფლაინ სწავლება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეფუძნება ქართულ სახელმწიფოებრივ ღირებულებებს, რადგან დღეს ოკუპირებულ გალში ბავშვებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენ სივრცეში იყვნენ და ისინი გარკვეულად არიან მოწყვეტილები აი ქართულ წიაღს. ამიტომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კეთდება ჩვენი შვილებისთვის, კეთდება ჩვენი შვილების მომავლისთვის და რაც მთავარია, ის ატარებს ქართულ სახელმწიფოებრივ აქცენტს და ეს არის მნიშვნელოვანი. ბარემ აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტა მეგულება მუნიციპალიტეტი, რომელიც საგამომცემლო საქმით არის დაკავებული და ჩვენი თვითმმართველობის შემაჯამებელ, ასე ვთქვათ, სიკეთეთ შემიძლია ვიამაყო, რომ 4 წიგნი გამოვეცით ამ პერიოდში, ეს არის ტერენტი გრანელის უცნობი ნახატები, რომელიც ისტორიის აღდგენას ემსახურება, ეს არის 1000 წლოვანი იუბილეს ჩვენი ტაძრის, რომელიც არის დასტური ჩვენი რეალური რწმენის და არადეკლარირებული, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ასევე მეგრულენოვანი წიგნი, ეს არის ბულათეა, რომელიც წალენჯიხელ ადამიანს უკავშირდება დანიელ ფიფიას, რომელიც იმპერიალისტთან ბრძოლას შეეწირა და პატარა ჯიბის წიგნაკი, ასევე ტერენტი გრანელის საუცხოო ლექსების. ამიტომ ეს საგამომცემლო საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, ჩვენ გვიყვარდეს ჩვენი ისტორია და იყოს ხელშესახები მამული. ისიც უნდა ითქვას, რომ აი ამ არტმეურნეობის უკან განთავსებული 22 მეტრიანი საცურაო სივრცე ქილიკისაგნად აქცია ოცნებამ, თუმცა უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 200-მდე ბავშვმა ისწავლა აკადემიური ცურვა და მათ ასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები თბილისიდან ჩამოსული და ისიც უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტში და თვითონ წალენჯიხაში, ქალაქში, რომელსაც ორ ნაწილად ყოფს მდინარე, ძალიან ცოტა ბავშვმა იცის ცურვა. ამიტომ მე სპორტს და აი სპორტის მიღწევებს, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნდა აი 4 წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ განათლების სეგმენტში და ჩვენ შემდგომაც, ჩვენი ხელისუფლების შემდგომაც ის დარჩება. თუნდაც ჭადრაკის სასახლე, რომელიც არქიტექტურულად არაჩვეულებრივ ოდასახში იყო განთავსებული, წლების განმავლობაში იყო გაძარცული და პრაქტიკულად იქ ასვლა არათუ ჭადრაკის თამაში და სწავლება იყო შეუძლებელი და ფორმულა ჯგუფის დამსახურებით უნდა ითქვას, რომ ეს არის დღეს მიზიდულობის ცენტრი, თანამედროვე შიგ თავსით და არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ფორმატით, რასაც მეგრელი ადამიანისთვის ოდა წარმოადგენს და რახან ფორმულა ჯგუფზე მივიდა საქმე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯვარში შესანიშნავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქ დარჩება და წალენჯიხელებს გამორჩეულად უყვართ ფეხბურთი, ხელოვნურ საფარიანი მოედანი გაკეთდა, სადაც ასევე იუვენტუსის აკადემია ზამთარში ვარჯიშობს, ზაფხულში კი არაჩვეულებრივ სტადიონზე, სადაც არის ინტეგრირებული ეს იუვენტუსის სივრცე და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შემდგომ ხელისუფლება რამდენი ხანიც იქნება და როგორც იქნება, ამ მონაპოვარს ისინი დატოვებენ, იმიტომ რომ იუვენტუსის აკადემია ერთადერთი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც არა მხოლოდ წალენჯიხაში, ზოგადად რეგიონში არის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ იუვენტუსი მხოლოდ საერთაშორისო პროექტია და ისინი ბუდეს იდებენ დიდ ქალაქებში, არასდროს მუნიციპალიტეტში და უნდა თქვეს, რომ ეს იუვენტუსი არის მონოპოლური, ბავშვები სწავლობენ ფეხბურთს, ასევე მათ აქვს შესაძლებლობა ჯანდაცვა შეინარჩუნონ, ჯანმრთელობა
შეინარჩუნა, იმიტომ რომ ყოველ 6 თვეში ისინი მთლიანად გადიან სამედიცინო დათვალიერებას და ვიტყვი რომ ის რაც წალენჯიხელებმა ერთი დღის განმავლობაში შეძლეს და იმუშავეს იმაზე რომ შემდგარიყო საერთო შეთანხმება რომ მუნიციპალიტეტს ჭირდება რიანომობილი, მე იმეც ვიტოვებ რომ შემდეგი ხელისუფალი ამ რიანომობილს წალენჯიხას გადასცემს, იმიტომ რომ ის ერთი რომ მნიშვნელოვანია და სტატისტიკურად არის ფაქტები, რომელიც ფატალურად დასრულდა, რადგან დაიგვიანა ან საერთოდ არ მოვიდა რიანომობილი, აი ჯანდაცვა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იუვენტუსელი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო შემდეგი ხელისუფლება თუ იუვენტუსს შეინარჩუნებს კარგ სიზამს და რიანომობილს თუ გააკეთებს, საუკეთესო შედეგი იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წალენჯიხაში გვესტუმრა, შემიძლია გამოვარჩიო და რა თქმა უნდა დავიწყებდი სერგეი კრავჩუკით, რომელიც უკრაინის სამხედრო ატაშეა და ყოველთვის, როდესაც წალენჯიხაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა, ის ჩვენს გვერდით იყო. ასევე რუმინეთის, გერმანიის, ბრიტანეთის ელს, მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა ამერიკის ელს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს, რომელიც ორჯერ ესტუმრა მუნიციპალიტეტს, ეს იყო ძალიან დიდი პატივი, ის ჩამოვიდა წალენჯიხელობაზე, დიდ დღესასწაულზე, მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარა და აღნიშნა, რომ კოალიციური თვითმმართველობა აი პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს არის გამორჩეული პოლიტიკური მმართველობა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის და განსაკუთრებით საოკუპაციო გამყოფ ხაზზე წალენჯიხაში და მისი მეორე ჩამოსვლა წალენჯიხაში დასტური იყო სწორედ მისი გამორჩეული პატივისცემის.